ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია წინააღმდეგია ახალი თეატრის მანიფესტი ჩატარდეს შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქტივისტი ჯაბა ნათენაძე გვეუბნება, რომ მის წერილზე, რომელიც შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე საათით გადაკეტვას ეხებოდა, მერიამ უარყოფითი პასუხი გასცა. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ახალი თეატრის მანიფესტი 30 მარტს 19 საათზეა დაგეგმილი, სად ჩატარდება ღონისძიება. ნათენაძემ მერიას ალტერნატიული ფართის თხოვნით დღეს კიდევ ერთხელ მიმართა. რატომ არ გასცა ნებართვა ახალციხის მერიამ იმ ფონზე, როდესაც ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი წინა საახალწლოდ და ქართული ოცნების ღონისძიებისთვის 3 დღით იყო გადაკეტილი. დამატებითი კითხვებისთვის ჩვენ მერიას მიმართეთ, თუმცა იქ გვიპასუხეს, რომ წერილშია მითითებული, ხოლო წერილში მხოლოდ ის წერია, რომ მერია პაატა ნათენაძის ქუჩის მონაკვეთის გადაკეტვის წინააღმდეგია. მერიისგან მივიღეთ უარი და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ერთაბზაციანი უარი, რომლითაც ის ამბობს, რომ უბრალოდ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია წინააღმდეგია ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება, რაც არანაირი დასაბუთება არ ქონდათ, რაც ვფიქრობ არასწორია. გარდა ამისა, მათ ასევე აღნიშნეს, რომ დასაბუთებად ჩათვალეს ის, რომ უწერიათ, რომ თურმე საახალწლო ღონისძიებები ყოფილა სახალხო ღონისძიებები და იმიტომაც ხდებოდა გადაკეტვა და ჩვენ არ დაგვიწერია, რომ სახალხო ღონისძიებებზე რატომ კეტავდითო, ჩვენ უბრალოდ დაუწერეთ ეს ადგილი და კონკრეტული თარიღი იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ უფრო მარტივად, თუ რა ადგილზე გსურდა აღნიშნული მანიფესტი, რომ გამართულიყო. ამისთვის იყო მითითებული. ახლა რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენ უკვე ცნობად მივაწოდეთ მათ ინფორმაცია, რომ ვაპირებთ ისევ გავმართოთ მანიფესტი, ოღონდ ამ შემთხვევაში გავმართოთ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ის არის უფრო იზოლირებული, არ საჭიროებს არანაირ გზის გადაკეტვებს და სპეციალურ ნებართვებს. უბრალოდ ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ მერიას, რომ მან უზრუნველყოს შესაბამისი უსაფრთხოება ამ ღონისძიების კარგად ჩატარებისთვის და შესაბამისი სამსახურები ჩააყენოს საქმის კურსში.